დაწყებული არის მასიურად სოფლებში სახლების განახლება. მაგალითად, კახეთში თუ არის ქვის სახლები, კი ვიცით, რაღაც ისეთი კონვერტული გადახურვით ქვის, აგურის ჩანართები, რაღაც ფანჯრის თაღები აგურით. ეს სახლები, ვისაც ენგრევა, ამას ანაცვლებს ბლოკის სახლით. ოღონდ იგივენაირი სახლით კი არ ანაცვლებს. და ანაცვლებს, აი როგორი სახლით იცი, აი რაღაცნაირი მე ვეძახი გაურკვეველი წარმომავლობის არქიტექტურას, software არქიტექტურა. software არქიტექტურა არის, როდესაც ჩვენ ყველა არქიტექტორი მუშაობთ რაღაც software-ში. ეს იქნება Revit, AutoCAD, ArchiCAD. ამ ყველა software-ს მოყვება შაბლონური გეგმები და არქიტექტურული ესთეტიკა, რომელიც აი ძალიან მარტივად შეგიძლია რომ ჩვენ თვითონ გააკეთო. ამას საერთო არ აქვს არაფერთან გარდა ამ თვითონ ამ პროგრამისა. ეს არის რაღაცა საიდანაც მოტანილი ფორმა, უბრალოდ ადვილად როგორ გასწავლოს ხაზვა. ეს რახან იაფიღირს და არ ჭირდება ამას არქიტექტურის დაჯდომა და რაღაც ხო ტვინის ყლეტვა როგორ გააკეთოს გარემოს როგორ მიუსადაგოს და ენერგია როგორ დაზოგოს. ეს მე ანუ ადამიანს სოფელში სახლის განახლება უნდა დაანგრევს იმას, გადაყრის ამ ქვას და წავა მოიტანს ბლოკს, ცემენტს, ბეტონს, მოზილავს, ჩაასხავს და აშენდება ეს რაღაცა მეტალოპლასტმასის კარფანჩები, იმიტომ რომ ადვილი არის და მარტივია. ეს არის ციკლი, რომელშიც ჩვენ შევედით და არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი